მიესალმებით ჩვენი გაცემის შემდეგ სტუმარი ქალბატონი ლელა წურწუმია. მოგესალმებით ლელა, არაჩვეულებრივად გამოიყურები, როგორც ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა. მინდა მოგილოცო ახალი წელი, რომელიც ძალიან მალე შემოვა, 2022 წელი, გისურვო ყველაფერი საუკეთესო და მიხარია რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ, მოიცალეთ ჩემი გადაცემისთვის და მოხედ იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ აი ოქროს ვანოები, ვისაც აქვს აღებული, ჯერ ორი ცალი გვაქვს. საქართველოში ორი არსებობს, სულ ერთი ლელას აქვს, ერთი დათო ლიკლიკაძეს. ხო და მე მინდა რომ კიდევ ერთმა ვანომ დაიდოს ბუდე ჩემს სახლში ჩემო ძვირფასო. ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთი ვანო კიდევ იყოს. აუ, და ყოველ წელს ვანო გავყავდეს. დათო ლიკლიკაძე. მე გადავადნობ. დათო ლიკლიკაძე იყო გახარებული. აი ბლომატი გამოვა, ჯერ მარტო თავში იმდენი ოქროა, მივხვდი დიდი პრომეცი კავებს. ლიკლიკაძე იყო გახარებული, რომ მიხარია რომ გარდამავალი არ არის ეს ვანო, ანუ მეო შემდეგ მას არ ვაძლევო. დაგაიგე, მან გაახმობა და როგორ ჩუმატვა. ხო, მაგრამ ბოლოს ისე დავშორდით მე და დათო რომ შენთან იყო სტუმრად, სახლში დაგიპატიჟია, ხო დათო? კი, ჩემი გადაცემის სტუმარი იყო და ჩემი სახლი დაუთმე. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ხა სტუმარი ესე შორიდან რო ჩამოდის, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეხა მით უმეტეს ქუთაისიდან ჩამოვიდა, ბევრი საქმე ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანია, შეხო იცი ხა სტუმარს როგორი ფასი აქვს და ამიტომ შევთავაზე ჩემი ბინა. თუმცა დათომ მკითხა რომ ხა ახლობლების მეტი რა მყავს, მაგრამ რო შევთავაზეო თქვა რა ფერი ყოდი მაგას. უარცო ხო და გამომიტენა მაცივარი ეს. პოლი ჯოხით დავხვდი, ხო იცი? რო შემოვიდა უკვე პოლი ჯოხით იატაკწმინდა. ეგრე შემოიპატიჟეს. საყვარელია დათო აი საოცარი უკვე. როგორ ალბათ ეკავდა ყველასთან რომ მე ლელასთან ვჩები დღეს და რაღაცა ეკნება. ხო და ხო მაგით თქვა და მე რო დაბრუნდა ქუთაისში აი ძალიან დიდი ესე ვთქვათ პოსტი მომიწყნა და ისეთი ცოტა ხო საოცარი უმორი აქვს. აი საოცარი ნუ იმაზე გავგიჟდი ეს ხო გახსოვს 90-იანებში და ასე ორი სიგარეტი მეჭირა ხელში და ვითომ ვიღაცა ვითომ მაღალი კაცი მოუყევოდა ვიღაც გვერდითო ღამე. საოცარი. მაგრამ შენი ძალიან კარგი გადაცემა ერთ-ერთი გამორჩეული იყო სამეგრელოში რო იყავი ანზორბელიასთან ერთად ჩასული. ეს იყო შოკი რა, სასწაული. საოცარი გადაცემა იყო. აი მართლა ემოციები ცავსე იყო. ეხა შეხოიცე ხა მე ჩემი ულამაზესი სამეგრელოს წარმომადგენელი ვარ, მეგრული ვიცი და ნუ რა ვქნა ეხა კი გვეძახიან მეგრულ სეპარატისტებს, მაგრამ ხო და რო შევედით ბაზარში, აი მართლა სასწაული ხდებოდა, აი ტაშით მეგებებოდნენ ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი მეგრელები და აი ძალიან დიდი სითბო და დიდი სიყვარული და მე გახსოვს სენაკშიც ვიყავით რაღაც და მე და გიორგი ბასტონიშვილი და ვიღაცა ესეთი ასაკოვანი ქალბატონი მოდის და ხო მოვიდნენ დედა ლელა რაღაცები და ეს ქალი გაჩერდა და მიყურებს ესე და ხო უშიკა ეუბნება უშიკა ჩემზე სენაკში სამეგრელოში ბაზარში ესე ხო იცანითო უშიკას მოკლა მინდოდა მაშინ ხო იცანით და ეს ქალი მიყურებს ვერ აიზახი აუ მეთქი всё. ხო და ესო ლელა არის წორწომია. ესე გააკეთა. ტელევიზორში უფრო ლამაზი აღარ გაწომით. აი ცოტა რო ვერ ხვდები, ხო ის სათხარ. როგორ მეუთხარი ქალბატონო მეთქი ყველა მეუნება რომ რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო ლამაზი. არა მითხრა. ბევრად უფრო ლამაზი ხარ იმ ტელევიზორში, ესე არ მომწონს. ვითომ კომპლიმენტია ხო ეგ? მეთქარ ეს ამოჭერით მეთქი, მაგრამ მაინც ჩამისვეს. ჩაგისვეს. მოდი ახლა ვისაუბროთ, აი ძირითადად უფრო გარეთ ხარ 31 დეკემბერს სულ კონცერტი გაქვს. სახში საცივი არ მიჭამია.
ხო, ახალწლის ახლაც კონცერტზე მიდიხარ აქედან, მაგრამ აი გამორჩეული კონცერტი ხო არ გახსენდება ისეთი, მაგალითად ღია ცისქვეშაც ჩაგიტარებია ხშირად, იმიტომ რომ ამ დროს ძირითადად ღია ცისქვეშ ვარ და ხანდახან ვარ შენობაში. ხანდახან თბილად. და ძირითადად ვარ პლასმასის ჭიქაში შამპანურით. ხო, და იქ ხვდები ახალზე. ხო, და ყოველთვის რაღაცა საინტერესო რაღაცები ხდება ხოლმე ახალ წელს. ხო. ეხა ისე გამახსენდა. რამოდენიმე წლის წინ გიყვები ამას, აი, არ ვიცი, ალბათ ერთი 12-13 წლის წინ, თუ რაღაცა ესეთი თავისუფლების მოედანზე დიდი სცენა არის. ხო. ხო და იმ წელს ჩამოიყვანეს ლაპლანდიიდან სანტა. უი, მახსოვს ეგ, ხო. გახსოვს დიდი მარხილით. კი, დიდი მარხილით და ხო. ოღონდ მართლა იქიდან არის. კი, ნამდვილი სანტა ჩამოიყვანეს ლაპლანდიიდან მახსოვს ეგ. და ანუ რო დადგა ეს რაღაც წელი, ამის მერე მე გახსოვს იმას ვღეროდი შერის რეპერტუარიდან სიმღერა Strong Enough. და შავი კაბა მაცვია და ძალიან ლამაზი აქსესუარი მაქვს თავზე, დიდი ბუმბულებით ეს. კი, რაღაც მახსოვს ეგ. და ლიფტი იყო დამონტაჟებული და ამ ლიფტში დგავართ და პირდაპირ აკაპელა იწყება I don't know და იქ ხო ქრონომეტრაჟი ხო არის, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერი გადის რაღაცა და სანტას აქვს ზუსტად აი 3 წუთი, მეტი არა. ხო და აი ძალიან ცივა, არანორმალური სიცივე არის, აი ეს თხელი კაბა მაცვია, ფეხიშველი და დავდექი ლიფტში. ხო, იმიტომ რომ ხა ნუ ეს ამ ლიფტით უნდა ახვიდე და სცენაზე ხარ უკვე. ახვიდე ხო და უკვე ადიხარ და აი კამერა პირდაპირ ესეთი ახლო კადრით ესე და რო დავდექი ამ ლიფტში და გავწორდი თავი მაქვს ზემოთ ჩანს. სცენაზე გაქვს თავი. ხო, სცენაზე მაქვს თავი და სცენაზე ვარ მექნება თავი. ხო და უკვე ქერო აი წამები აკლია დავიხარე აი ესე ჩავჯექი. ხო. ესე ჩავჯექი. თავი არ ხვდე ზემოთ. რო დაიწყება ეს აწევა და მეც ავიწევი. ო, ამოდის ლელა წურწუმი. გააგზელო და თურმე ეს სანტა არის მთვრალი. ანუ ბოლოს ქართულიც უსწავლია და უკვე ქართულად გულოსავს. აი საოცრება. გაღარეზე წახრილი. არა, ნუ მე უკვე აი ესე ვარ და უკვე დამავიწყდა რომ ახალი წელი და გაიყვანეთ ამის დედა. საუბარ გამიხსენე მისი თქი რამე ბავშვობიდან რაც გაუპუჭები აი ყველაფერი უბედურება 15 წუთი 20 წუთი არ გავიდა. ბოლოს დედას ვიზავ აი მარხილით გააცურეს და კიდე ლაპარაკობდა. გაატრიეს მარხილით და შენ ასე წახრილით გახარელოდებ ლიფტი აი კინა გამჭკუინდა დამავიწყდა ახალი წელი ყველაფერი გავუჭდი გავშავდი. აი და ნუ როგორც იქნა ევეტრიეთ ზემოთ. ხო. მივღერეთ. კარი. რაღაცები და უცებ დაბნელდა. დაბნელდა რა არის? შოკიჩაკ. შოკიჩაკ. ყველაფერი გაიქიშა. აი ბოლოს დავამთავრე სიმღერა და დავრჩი ასე. ანუ აი შემოსვლაც ძალიან ისეთი იყო ექსტრემალური და გასვლა ხო საერთოდ. ხო და ჩაბნელდა ყველაფერი. აი მე არა ნუ საოცრება. აი იცი ჩემ ცხოვრებაში ისეთი საინტერესო რაღაცები ხა იმ მომენტში კი ბრაზდები, მაგრამ მე ხოსო იუმორით იხსენებ ესეთ რაღაცებს. მაგალითად საჩუქრები გიყია სცენაზე. საინტერესო საჩუქრები ხო არის, გიგზავნიან ყვავილებს და ასე შემდეგ. საბერძნეთში ვარ და ადრე ხო იყო ესე თებშებს ისროდნენ. ბუზუკებში. ბუზუკა ხო. ხო, თებშებს ამტრევდნენ ეს რაღაცა და მე შეცვალეს ეს და უკვე ყვავილებს ფოთლებს ხო, და ესე ლანგარზე მოაქვთ ესა და ეს რაღაცა გარკვეული თანხა ღირს და ეს ძალიან დიდი პატივია. მე დაჭიკო ვიყავით მე ფარიც. შუა სიმღერის დროს ამოვიდა ერთი სამი ლანგარი და აჭიკოს თავზე აყრია. ეს გაქიშა. დაწყოლანცხვა. თავზე აყრია ნაჭიკოს. დამარხეს ყვავილი.
ძალიან შეურაცხყოფილი იყო და ნუ მე რო გავიგეთ რომ დიდი პატივი იყო უნდა ძალიან მადლობელი დავჭი. ესე იგი ლელა ჩვენს ანეკდოტის იმას ნახვებს გადავხედე ჩვენი ხო ზებრის და იუვენტუსის ანეკდოტის ნახვებს გადავხედე ესე იგი 4,200,000 ნახვა აქვს ვაუ 80 ნამდვილად კაცი 82,000 ლაიქია 82,000 და 29,000 შეარი აქვს მინდა გითხრა ანუ შეარი ანუ გაზიარება 29,000 აი რა მომავალ წელს პოლიტიკაში მივიდივართ მე და შენ ჯობია ისევ არ დავრჩეთ. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. არა, საოცრება არ, მართლა საოცრება არ. არა, ძალიან მაგარი ამბავია და დღესაც კი, ესეთი რეკორდი გიგებული. საოცარი ანეკდოტი. ისეთი აი რო ვერ ხვდები სად თავდება. აი არაფერ შუაში არა. ესო რა არისო? მაგასო, იუვენტუსში რო თამაში. აი ესე რა. აი. ითამ არაფერი. მოდი გადავით ანეკდოტებს. მოგიყვეთ? კი. ანუ ანეკდოტის გარეშე ვიცი რომ აქედან ვერ წავალ ცოცხალი. გამბავი. ნუ რა ვქნა ეხლა ცოტა შორის თან უნდა თქვა ჩემთან გადაცემაში ცოტა შავი ჰუმორიც მიყვარსო და რა ვქნა ეხლა ჩემ მოგონილი არ არის, მაგრამ რაღაცნაირი ანეკდოტი არის. ხო. ბიჭო, გაიგეო, ტიჯიკია რო დამხჩალაო და 5 დღის მერე იპოვესო, ხო და რა მოუყვანიათო წყლიდანო 2 ვედრა კიბორჩხალა მოყვაო და ბიჭებმა მაგარი მიიღინეს პილაზეო და აი კაცო ოდის მარხავენო და არ მარხავენ ისო წყალში ჯაუშებს კიდე რა მოიყვანო კიბორჩხალა მოეწონათ ატევზა ჯიჯიკიათი თევზაობენ ამოდის ჩვენი რა კიბორჩხალა კაი იყო კაი ისა რა ქვია ტყეში ლომს აქვს ნადიმი ხო ხოდა ხა სუფრის თავში ზის რა თქმა უნდა და სადღეგრძელოს სვამს ხოთაშორის ბრავო ჩემი გადაცემის სპონსორი მირთვით ჩვენი გამოგლებასა ძალიან მაგარი წვენია კი ჩვენ ხოდა ცარილიჭი კითხვა რო ვიტყვი ხა ხოდა სადღეგრძელოს ამბობს მეო ეხლა მინდაო გაუმარჯოსო და ამ დროს მობილურზე ურეკავს ვიღაცა და ერთი წუთითო ბოდის ვიხდიო ჩემი ცოლი რეკავსო და რადგადა ხო კი არა არ დამავიწყდება არ არის პრობლემა შენ მაგაზე არ ინერვიულა ოთხა და დაკიდა და უკაცრავათო ჩემი მეუღლე იყო და ხო და რისი თქმა მინდა ეხლა მეო მინდაო რომ გაუმარჯოსო აი ჩვენს თავს შეყრასო და ისევ ზარია და ის ერთი წუთით ბოდისიო ხო და დაკიდა კი გისმენ საყვარელო კი არ ყველაფერს მოვაგვარებ ისე როგორც შენ გინდაო უთხრა რაღაცა და კი არ არის პრობლემაო და დაკიდა და ძალიან ბოდის ვიხდიო ჩემი მეუღლე იყო ხო და რას ვამბობდიო კაცო ხო და რისიც ადგილზემა მინდა დავლიო და ისევ ზარია და ერთი წუთით ბოდის ვიხდიო უთხრა და აიყო და ამ დროს ხარი ეუბნება კი მაგრამ ვერ გავიგეო ეხა შენო ლომი ხარ თუ ვინ ხარო ჩემმა ცოლმა რო დამირეკოს მოგეწონება ეხლა ასეო 9 ჯერ გაგაწყვეტინა ის არა ქვია სიტყვა სადღეგრძელოა ხა ბიჭო უთხრა შენი ცოლი ძროხა და ჩემი ცოლი ლომია გადაცემის ბოლოსკენ ესეთი რაღაცა მოვიფიქრე ხო ეხლა ჩვენ ამ გადაცემის დასრულების შემდეგ არის ჩვენს ეთერში ისეთი გრანდიოზული კონცერტი რომელიც კახეთში გადავიღეთ ხო და მე მგონი შეხსნი ამ კონცერტს კი მე ხსნი ამ კონცერტს კი ხო ნუ ჩვენც ახლა ველოდებით გადაცემა დასრულდება ეგრევე დაიწყება და 12 საათს იქ შევხვდებით და ამბავი მაგრამ რა ვიცი მე მინდოდა რომ აი ისე არ წასულიყავი ამ გადაცემაში რომ არ გემღერა მაგრამ ბევრი ვიფიქრეთ იმიტომ რომ რადგანაც ახლა შენ გადაცემის მერე ხომ მღერი მაგრამ ისეთი სიმღერა მოვიფიქრეთ
რომ დიდად ტექსტს რო არ უნდა მოусმინოთ. მიხვდი, ანუ მელოდია არის ძალიან კარგი. ეს იყო ჩვენი ძველი სიმღერა, რომელიც შენ გაქვს დუეტი შესრულებული. კი, კენზოსთან ერთად. ჯგუფი კენზო იყო ჩვენ და ის დუეტი გვინდა რომ გავაკეთოთ გოგოებთან ერთად. კი ბატონო. რა თქმა უნდა, თუ იქნებ აბსოლუტურად სულელური ტექსტია ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ მელოდია იმდენად სასიამოვნოა, რომ ტექსტ მიაქცევთ ყურადღებას. ხო და სანამ ეხლა ამ სისულელეს ვიმღერებთ, მე მინდა შენს გადაცემას, ჩვენს ტელევიზიას, ჩემს გადაცემას, ჩვენს მაყურებელს მიულოცო. სულ აი რამოდენიმე საათში 2022 წელი შემოვა. მართალი გითხრა, ძალიან სტრესული ბოლო 2 წელი იყო და ვიცი, სატომაც ახლა აღარ მოყვები. ამას მინდა რომ ჯანმრთელობა გისურვოთ პირველ რიგში, დღეგრძელობა გისურვოთ, სიყვარული, წარმატება, აი ის დაკარგული დრო და ის წლები, რაც ჩვენ დავკარგეთ აი ამ ბოლო პერიოდში, აი რაღაცნაირად ვეცადოთ რა ვანაზღაუროთ, მეტი მოვეფეროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია გაღიზიანებული და ნუ რაღაცა ისეთი ძვრებია ჩვენს ქვეყანაში და მინდა რომ მშვიდობა გქონდეს, დავწყნარდეთ, დამშვიდდეთ, სტაბილური იყოს ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს და ასევე ჩემ კოლეგებს მინდა წარმატებები უსურვო და რა თქმა უნდა აი ეს გადაცემა როგორც კი დამთავრდება უყურეთ მთავარი საახალწლო მთავარ გადაცემას რომელიც საუკეთესო არის დამერწმუნდეთ იმიტომ რომ სამი თაობის მომღერალი შევასრულებ თქვენთვის საყვარელ სიმღერას მე სოფო ნიჟარაძე და სოფო ბათილაშვილი. სოფოს გამოჩენა მიხარია ძალიან მიხარია კი. და ასე რომ წარმატებები ჩემო ვანო. წარმატებები შენს. შემოს და შენს არაჩვეულებრივ გუნდს. მადლობა დიდი. წარმატებული წელი ყოფილიყო და სტრესის გარეშე გვეცხოვროს აი ამ წელს ეს არის აუცილებელი. ცოტა ადამიანი დაიარება გაღიმებული. ამიტომ მინდა რომ ყველა გაღიმებულმა და ძალიან დიდი მადლობა რომ აი ეს წელი და ეს სეზონი ჩემთან ერთად დახურე. დასამო. აი ეს მიკროფონი. მადლობა. ჩვენ ზადვართ სიმღერისთვის. ზესავიცხვაში ჩავდიოდი შეგამჩნიე ნავში ტიროდი მედუზასავი ჩემი გული აღარ მენდობა მომენად რა ურთიერთობა სიყვარული ჩემი თეთობა მე კი მახველეს აბადო კი გაჩუქე სუნამოთი გაგწუწე ახლა უკვე ვიცი გიყვარვარ ერთი დღეს და შენი ხნისა ვარ დედას და დედას ფიცა ვარ გაგათამამე მეწყინება რომ დამიბერდე სიყვარულში არ გამიფრთხელდე მეშინია არ დამისველდე სულელ წვიმაში ისევ გადაუღებლა დაველოდები კათკათაფი ისე მივეცენი ფიქრს დროა ახალი წლის მიყვარხარ ბლავ დაგეცე ბლავ მანქანას ბენზის ვარ ყველას გიჩე არ მახალწელს ნუ შეჯამძველ პროდუქტებს მიყვარხარ ბლავ დაგეცე ბლავ მანქანას ბენზის ვარ ყველას გიჩე არ მახალწელს ნუ შეჯამძველ პროდუქტებს მიყვარხარ ბლავ დაგეცე ბლავ მანქანას ბენზის ვარ ყველას გიჩე არ მახალწელს ნუ შეჯამძველ პროდუქტებს მიყვარხარ ბლავ დაგეცე ბლავ მანქანას ბენზის ვარ ყველას გიჩე არ მახალწელს ნუ შეჯამძველ პროდუქტებს მიყვარხარ ბლავ დაგეცე ბლავ მანქანას ბენზის ვარ Blah
ჩვენი სტუმარი იყო ლელა წურწუმია, მადლობა.